იარეს, ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, წითელი კიბოს ოსტერიას მიადგნენ. მოდით აქ შევუხვიოთ, თქვა მელამ. წავიხემსოთ და 1-2 საათი დავისვენოთ. შუაღამისას კი გზას გავუდგეთ, გათენებისას უკვე ჯადოქრულ მინდორზე ვიქნებით. ისინი ოსტერიაში შევიდნენ და სამივენი ერთ მაგიდას შემოუსწდნენ, მაგრამ ჭამის თავი არცერთს არ ჰქონდა. საწყალმა კატამ, რომელსაც კუჭის ძლიერი აშლილობა აწუხებდა, ტომატში ჩაწყობილი 35 ცალი წითელი თევზისა და 4 ულუფა შიგნეულის ჭამაღა შეძლო, მაგრამ ვინაიდან შიგნეული არ ეგემრიელა, უბრძანა 3 ულუფა კარაქი და გადაზელილი ყველი მიეტანათ მისთვის. მელად სიამოვნებით შეჭამდა რამეს, მაგრამ რადგანაც ექიმამ კაცრი დიეტის დაცვა ურჩია, იძულებული გახდა კარგად შემწვარ კურდღელზე გადასულიყო, ხოლო ზედ ნასუქი დედალი და სულ ქორფა ყვინჩილები დაეყოლებინა. საუზმეზე მადის გასაგვიძებლად გნოლის, როჭოს, კურდღლის, ბაყაყის და ხვლიკის რაგუ და მერე ყურძენი შეუკვეთა. მეტი აღარაფერი უნდოდა, საჭმელი ისე შესწულდა, რომ ყურებასაც ვეღარ უძლებდა. პინოქიომ ყველაზე ცოტა გიახლად, ნახევარი კაკალი და 1 ნაჭერი პური შეუკვეთა და იმასაც პირი არ დააკარა. საბრალო, სულ ჯადოქრულ მინდორზე ოცნებობდა და ოქროს ფულებით იყო მაძღარი. როცა ყველა მივახშმა, მელამ ოსტერიის პატრონს უთხრა. ახლა კი 2 კარგი ოთახი დაგვითმეთ გეთაყვა. ერთი სინიორ პინოქიოსათვის, მეორე კი ჩემთვის და ჩემი მეგობრისათვის. შორეული მოგზაურობის წინ ცოტა წავუძინებთ, მაგრამ იცოდეთ, შუაღამისას უნდა გაგვაღვიდოთ, რომ ჩვენი მოგზაურობა კვლავ განვაგრძოთ. თქვენი მონამორჩილი ვარ, სინიორებო, თქვა მედუქნემ და კატას და მელას ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, თითქოს ამით ეუბნებოდა ყველაფერს მივხვდი, ერთმანეთის კარგად გვესმისო. პინოქიოს ლოგინში დაწოლა და დაძინება ერთი იყო. მაშინვე დაესიზმრა, ვითომ შუაგულ მინდორში დგას, მინდორი ხეებით არის დაფარული, ხეები ოქროს ფულებით დახონზლულა, რომლებიც ნიავზე ირხევიან და სამოდ ჟღარუნებენ. დინდილინ, 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 თითქოს ამბობენ, მომწყვიტეთ, მომწყვიტეთ, მომწყვიტეთ. მაგრამ იმ ბედნიერ წუთებში, როცა პინოქიომ ხელი გაიშვირა ოქროს ფულების ღუჯა-ღუჯა მოსაკრეფად, მოულოდნელად კარზე ბრახუნმა გამოაღვიცა. ეს მედუქნე იყო, რომელმაც შუაღამის მოახლოება ამცნო. ჩემი თანამგზავრები მზად არიან? იკითხა ბურატინო. მზად რომელია? 2 საათის წინ გაუდგნენ გზას. რა ეჩქარებოდათ? კატას აცნობეს, რომ მის უფროს სინდალს თათები მოყინვია და უკანასკნელ დღეშიაო. ვახშმის ფული თუ გადაიხადეს? არა, რას ბრძანებთ? ისინი საკმაოდ კარგად გაზრდილი სინიორები არიან, ასე რომ თქვენი კეთილშობილების წინაშე უტაქტობას არ გამოიჩენდნენ. აფსუს, ასეთი უტაქტობით სულაც ვერ მშოურადყოფდნენ, თქვა პინოქიომ და ყური მოიფხანა. ცოტა ხნის მერე დაუმატა. მაინც რა თქვეს ჩემმა კეთილმა მეგობრებმა, სად დავუძდითო? ჯადოქრულ მინდორზე მზის ამოსვლისას დაგელოდებიან. პინოქიო ერთი ოქრო გადაუხადა მედუქნეს თავისი მეგობრების ვახშამში და ოსტერია დატოვა. ბურატინომ გზა განაგრძო, ვერც კი იგრძნო, როგორ გამეფთა მის ირგვლივ უკუნის სიბნელე. თვალში თითს ვერ მიიტანდი, ჩამიჩუმი არისმოდა, მხოლოდ დიდი ჩიტები ფრთების ფართხუნით გადაუქროლებდნენ ხოლმე გზაზე და თან ცხვირზე გაჰკრავდნენ ფრთას. პინოქიო შიშით დაიხევდა უკან და შეხვირებდა. რომელი ხარო? ეკო კი შორიდან იმეორებდა. რომელი ხარ? რომელი ხარ? რომელი?
მალე რაღაც პაწაწკინტელა მწერი შენიშნა კუნძზე, რომელიც გამჭვირვალე ფაიფურის ლამფის პატარა პატრუქივით მკრთალად უღიმღამოთ ანათებდა. შენ ვინ ხარ? კითხა პინოქიო. მოლაპარაკე ჭრიჭინას ჭრტილი ვარ. ისეთი მილეული ხმით უპასუხა პატარა არსებამ, გეგონებოდათ საიქიოდან ლაპარაკობსო. მერე ჩემგან რა გინდა? კითხა ბურატინო. მინდა რაღაც გირჩიო. წადი ახლავე და ეგოთხი ოქრო, შენს უბედურ მამას წაუღე, საწყალი სულ ტირის და თავს იკლავს, შენზე დარდობს სადამეკარგაო. ხვალ მამა ჩემი სახელგანთქმული სინიორი გახდება, აი ეს 4 ოქრო ხვალ 2000-ად იქცევა. არ დაიჯერო ჩემო ბიჭო, თუ გპირდებიან ხელის ერთი განძრევით გაგამდიდრებთო, ისინი ეტყობა ან სულელები არიან, ან გაიძვერები, გამიგონე და უკან დაბრუნდი. არა, გზა უნდა განვაგრძო. ახლა ხომ შუა ღამეა, უნდა წავიდე. უკუნი ღამე რომ არის, მაინც წავალ. სახიფათოა, მაინც წავალ. მაშინ გეტყვი რომ ის ბავშვები, რომლებიც თავის ჭკუაზე დადიან, ადრე თუ გვიან წარედინანებე. ეგ ხომ ძელი სიმღერაა, ძილინებისა ჭრიჭინა. ღამე მშვიდობისა პინოქიო, ზეცამ დაგიხსნას უბედურებისა და ძარცველებისაგან. მოლაპარაკე ჭრიჭინამ თქვა თუ არა ეს უკანასკნელი სიტყვები, ისე უეცრად გაქრა, თითქოს სანთელს სული შეუბერესო. გზა ძველებურად ჩაბნელდა.